კომუნიკატორი ისევ პირდაპირ ეთერშია, ჯერ კიდევ გვაქვს საკმაოდ ისეთი დრო, დაახლოებით 1 საათი იმისთვის, რომ თქვენთან კომუნიკაცია გქონდეს. თქვენ შეგიძლიათ დაგვერაკოთ ნომერზე, რომელიც თქვენ ალბათ უკვე კარგად იცით, 409-300 ან კომუნიკატორი.g მოგწეროთ ინტერნეტ სივრცეში იმ თემებზე, იმ საკითხებზე, რომელიც თქვენ გაწუხებთ, ან უბრალოდ გინდათ, რომ ინფორმაცია მოგვაწოდოთ და გაგვიცვალოთ. ჩვენ მე და ნასტასიამ უნდა გავაგრძელოთ ისევ ინტერნეტ სკანირება. ამჯერად ჩვენი ყურადღების ცენტრში მოხვდა ციხეები, რომელიც ეს არის 10 ყველაზე საშიში ციხე მსოფლიოში. რატომ იქცია ჩვენი ყურადღება ეს უფრო საინტერესოა იმ მხრივ, რომ საქართველოს საკმაოდ ისე მოწინავე პოზიციებზეა. მე-10 ადგილზე არის ნიუ-იორკის ციხე. მე-9 ადგილზეა საფრანგეთში არსებული ერთ-ერთი ციხე, შემდეგ მოდის რუსეთი, ტაილანდი, ბანგკოკის ციხე, ვენესუელა, თურქეთი და შემდეგ უკვე საქართველო, რაც ალბათ გლდანის ციხე. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ვიდეოები საქართველოს ციხებში არსებულ მდგომარეობაზე და სწორედ ამან გამოიწვია პირველი ყველაზე ისეთი მასიური სოციალური აქცია საქართველოში, რასაც მერე უკვე პოლიტიკური არჩევანიც მოყვა და მთავრობის ცვლილება. აი სწორედ აქედან გამომდინარე მოხდა გლდანის თუმცა პრობლემები ციხეში პრინციპში როგორც ჩანს გრძელდება, თუნდაც ჩვენს ეთერში არსებული არაერთი ზარი, იგივე პატიმრების ზარები, რომლებიც ითხოვენ მათი პრობლემების გაშუქებას ჩვენი ეთერის საშუალებით. ამასთან დაკავშირებით დასრულე და ვიტყვი ამასთან დაკავშირებით მინდოდა მე თქვა ერთი რამე, რომ მე ყოველდღიურად მომდის ხოლმე SMS შეტყობინება იმასთან დაკავშირებით რა მდგომარეობა ციხეში. ამას აკეთებენ გიორგი გელაძის ახლობლები, რომლებიც ციხის შიგნით არსებულ ინფორმაციის შესახებ მერე ჩვენ გვაწვდიან ჟურნალისტებს და გვიყვებიან რა მდგომარეობაა. დღეის მონაცემებით კარგი ამბავი გვაქვს, შეწყდა შიმშილობა. პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის პირად მეთვალყურეობა ბაზი არის ეს საქმე აყვანილი და მადლობას გვიხდიან იმისთვის, რომ ობიექტურად ვაშუქებთ აი ამ ინფორმაციას. ეს მართლაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი რაც ხდება საქართველოში, რაც თვლით რომ მნიშვნელოვანია, თქვენ გეხება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ჩვენს გვეხება და ჩვენ შევეცდებით ობიექტურად გავაშუქოთ ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ გვაწვდით, ჩვენს ძალებს, რაც რაც შეეხება ციხეებთან დაკავშირებით მოხსენდება ერთი კარგი პრაქტიკა, რომელიც იამაიკის ციხეში განხორციელდა. იამაიკაში არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ციხე, სადაც იხდიან სასჯელს ყველაზე მძიმე კრიმინალები, აქ საუბარია ოჯახის წევრების მკვლელობაზე და ასე შემდეგ. ყველაზე მძიმე ციხეა, რომლის ადმინისტრაციაც რიგი წლების განმავლობაში იცვლებოდა წელიწადში რამდენჯერმე, იმდენად ძნელი იყო მსჯავრდებულების მართვა. ისინი აწყობდნენ ბუნტის დროს იღუპებოდა როგორც ადმინისტრაციიდან, ასევე პატიმრებიდან ძალიან ბევრი ადამიანი და რამდენიმე წლის წინ ამ ციხეში განხორციელდა ესეთი პრაქტიკა. ციხეში დანერგეს მუსიკის გაკვეთილების სისტემა და ამ ძიმე კრიმინალებმა ხალხმა, რომელსაც საკუთარი თავის პატივისცემა, როგორც თვითონ ინტერვიუში ამბობდნენ, ამ ფილმს თანსდევს როგორც მუსიკალური ნაწილი, ასევე ცალკეულ გმირებთან ინტერვიუები, ისინი ამბობდნენ, რომ მათ თავიანთი თავის როგორც სრულფასოვანი ადამიანის აღქმა ჰქონდათ დაკარგული და მას შემდეგ, რაც მათ ცხოვრებაში გაჩნდა მუსიკა, რადიო გააკეთეს, თვითონ სტუდია გააკეთეს, ხმის ჩამწერი, რასაც წერდნენ, ამას უშვებდნენ. შემდგომ უკვე ციხის ამ რადიოს საშუალებით მათი ცხოვრება პრინციპულად შეიცვალა, მათ გაუშვათ საკუთარი თავის პატივისცემა, მათ დაიწყეს მუსიკის კეთება, მათ დაიწყეს სინანული სიმღერები ქვია ამ ფილმს და გაჩვენებთ ახლა მოკლე ვიდეოა ამ ფილმის ტრეილერი, ესეთი კარგი გამოცდილებაა, რომელიც არ ვიცი რამდენად შეიძლება საქართველოში გადმოიტანონ, თუმცა ყურადსაღები ამბავია ნამდვილად. My reality today is that I'm a prisoner. You know, it's not my dream to be a prisoner tomorrow. But knowing that it's a fact and it's for real, I'm not gonna hide from my reality. Mentally and emotionally, why I'm having so hard at prison is because what I have done.
So just being here is a reminder every day for me of what I have done. Youth me a beg you no please stay upon the street. Dream man to a cell, me can't take the heat. And worse when you think I look so fit, but from the system no one get released. Since being into this institution, I write around 200 tunes, 200 songs or probably more. And the inspiration comes from the troubles, the trials, the tribulations. You want to know more? No toilet is in my cell. If I want to urinate, I have to get my bucket. Well, that's number one. Urinate at number one, you know about number two? აქ ეს ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ ცხოვრობ ოთახში, სადაც ტუალეტიც კი არ მაქვს, ანუ ოთახშივე მაქვს ტუალეტი, ესეთი მძიმე ამბებს ყვებიან, მან თვითონ ინგლისური იცით, პრინციპში სუბტიტრებით მიხვდებით. აი ეს არის ის ადამიანი, რომელმაც აქ გაატარა რეფორმა ციხეში. დაყვება იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულები მთლიანად განკარგავდნენ სიტუაციას ციხეში. ეს არის ერთ-ერთი მსჯავრდებული, რომელსაც შეხვედრა აქვს თავის ცოლთან რამდენიმე წუთიანი და შემდგომ ყვება თავის დრამას. აქ არიან ადამიანები, რომლებმაც ერთ-ერთია, რომელმაც ცოლი მოკლა. ძალიან მძიმე კრიმინალების შესახებ არის მოკლედ ეს ფილმი. But a joy in them days are still a joy now, you see it.